ძვირფასო ტელემაყურებელო, მოგესალმებით, ჩემი დღევანდელი გადაცემის თემა ის, რაც ქართველ მამაკაცებს აგრე რიგად გვიყვარს. ხორცები გაძვირდა და ამიტომ მე დღეს გავეშურები თავგადასავალში, რომლის საწყისი პუნქტი იქნება ცოცხალი წონის ძროხის, ბოჩოლას ან დეკეულის ყიდვის წერტილი და ბოლო ბაზრის დახლი. და გამოვიკლებ, რატო ზვირდება ხორცები იქიდან აქამდე. მაშასე მე მივდივარ სად მივდივარ? რა თქმა უნდა, ბაზრობაზე. ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ მოვიდით მარნეულის ბაზრობაზე, რომ ვიყიდოთ ხბო. 350. რა ამბავი? რამდენი გამოვა? გაგვიძვირეს. გაგიძვირეს? მართლა? ადრე რა მივიდა? 200 ლარი ესეთი? ეხა 350? რატო გაძვირდა? აბა, და დაკნაუროს. ამაზეც არის ამბავი, ხო? ქათამზე არ უნდა. გაუმარჯოს. ხბო მინდა, ხბო. ძროხა არა. ეს ხბოა? დედა ძროხას მოხსენ რა? დედალ ძროხა. საიდან იცი ეგეთი რაღაცები? იმიტომ კანს მოხსებეთ, ისე არ კარგი. აი, რა ღირს ეს რა ღირს? 900. 900 ლარად იმას ვიყიდი. რაღაცა. მამას. გაუმარჯოს. 2 წალი 1200? თითო 600? და რამდენი გამოვა აქედან? 30-35 კილო. ეს უნდა წაიყვანო, აქ ვერ დაკლავ, თელეთში უნდა წაიყვანო, ხო? აქ ვერ დაკლავ, ხო? რატო ვერ დაკლავ, რატო? მე ჩესაბი. იმიტომ ვერ დავკლავ, რომ გლეხები უნდა მოწყდე მშივრები. უნდა წამოზეითო. ჩემი შრომა, ჩემი მოვლილი, ჩემი გაზირის საკონელი მე ვერ დავკლავ, სხვა რატო უნდა დაკლავ? ჩემი საკონელი რატო უნდა დაკლავ? ადრე კლავდი? კლავდი. შენ ეგა ვერ დაკლავ, ხო? საიდან დაკლავ ჯარი? ამიტომ გაძვირდა? ამიტომ გაძვირდა. ადრე რა ღირდა? აი მას ავყიდიდი 160-180. აღლა ვყიდი 300. იმიტომ რომ ყასაბი უნდა იყოს ფული, თელეთმა უნდა იყოს ფული, ეკიბა უნდა იყოს ფული. აი ამიტომ გაძვირდა. აი რატო უთხარ ცოტა. ესა რამდენად მოვყიდე? 600. რა ამბავია რა? ამავე და ბოინაში ლაროცი რო იღებენ კილოში აბა როგორია? როგორ? ლაროცი რო იღებენ კილოში. მაიცა ვერ გავიგე, აქ ეხა რამდენი გამოვა აქედან? 45 კილო. 55 კილო. ეხა უნდა წავიდე, აქ ვერ დავკლავ, ხო? ჩვენ გეშინია, თუ შენ არ გეშინე დაკალი შენ. არა, გვეშინი არ დამიწერე, ხო? ხო და რა, გიგი ხო არა ვარ. ჯარიმა რამდენია? რავი 2000, 1500, როგორ წამოვა. კაი, გასაგებია, წავიყვანე ეხა 1-2-ია, თელეთი და რატახო. იქ რამდენს ლარი კილოში. და რამდენად ძვირდება ესე? რადგან 13 ლარი გამოვა 40 კილო. და მაღაზიაში 15-ად ჩაიგარა. ჩავეუბარი, მაღაზიებში ყიდია 15-ად. 15-ად, ხო? ადრე სანამ ეს პონტი იყო? 7 ლარი იყო ხორცი. ოპტავოდი. არა, აქ რამდენად ყიდიდით? აქ მაგ 300-ად. აი ესეც გაყიდიდი 300. ერთი თვის წინ, ხო? 320, 350 მომწაიმა. 300. არა. აქა მაგა ვეფუ. ეს ფული მაჩვენ, ფული მეცემ. ხო და მოდი, უცებ. 400 მომწაიმა. 350-ო და 400. 350? ეს 200? ალვი არის. კაი რა. ეს 300. ხურდა გააკ 50? აჰა. ბახტოვალიევიდან ვიყიდე 350-ად დროხა. კი არა და, ხო. რა ქვია? ფაქიზო დავარქვათ, გინდა? ამას ქვია აიდა. აიდა? ოპერიდან? დავიდა. წავედი ძვირფასო ტელემაყურებელო, ეხა სასაკლაოზე. ნატახტარის ან თელეთის 350-ად ვიყიდეთ. ეხა წავედით იქ. თქვენ ჯანდებით თან მუშაობთ, ხო აქ? ხო და ისა, აი გამარკვიეთ როგორ. ვიყავი ბაზრობაზე. ლევანის დაუძა. ვიყიდე ხბო და მინდა რომ დავკლა. კი ბატონო, სხვაგან არა, ხო და პირობები როგორ არის რანაირად, რომ ყველაფერს მოგახსენებენ. კი ბატონო. ეს არის ესე იგი თელეთის ისა, ხო? სასაკლაო. თვითონის გლეხები რას ამბობენ? იცით, ადრეო ჩვენო კლავდითო ჩვენთან და ეხლა მხოლოდ 2 ადგილას შეიძლებაო.
თელეთში და თქვენთან და იქ ნატახტარში, ხო? და რა უშლის მაგალითად თელავში დაკლას. არა, თბილისში თუ უნდა თუ გაყიდვა. თბილისში გაყიდვა უნდა კი. და თვითონ არიან უკმაყოფილოები, იმიტომ რომ თელავში ხო უფრო ნაკლები იღებს ხორცი ვიდრე თბილისში. თბილისი სარფიანი ადგილია გაყიდვისთვის. შეიძლება. მაგრამ თქვენ ხეირობთ, თქვენ და ნატახტარი ამით. რითი ვხეირობთ? რო ექსკლუზიურად არის აქ. იცით რა ის მე მაგ შედარებით დავიღალე მაგ კიდევ ერთხელ მოვიყვანთ. შეიძლება ვულკანიზაციის არსებობამ იქონიოს ზეგავლენა საბურავებზე ფასების აწევის ან დაწევის თვალსაზრისით. აბა როგორ კარგად ამიხსენით? ესე იგი სერვისი, ხო. ოღონდ ექსკლუზიური. ექსკლუზიური აშვია, დასკვნა. მაგალითად გაგიფუჭათ საბურავი. თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი. ან შეაკეთოთ სახში, ხო. ან მიმართოთ ვულკანიზაციას. უმრავლესობა რას აკეთებს? მიმართავს ვულკანიზაციას. თქვენ სახელი რო ბარემ დავით ქართველიშვილი. ძანდებით ხელმძღვანელი, ხო? კი ბატონო. რადგან შემდგომ არ შეუქმნას ავარიული სიტუაცია რაც საკუთარ თავს, რაც ბატონო დავით, მარტივად მინდა გკითხოთ. მე ესე მესმიზა. თქვენ თუ ეჭვებს გამიფანტავთ? კი ბატონო. დიდი ესე სიამოვნებაა. დეცენტრალიზებული იყო ხორცის მიწოდება აქამდე. დაკლა უფრო სწორად. ყველა შეიძლება მაგას ხაზი დაკლა. გაუსვას ხორცის. ხორცის, დიახ. ვირის, ცხენის, კამეჩის, ვირის, საქონლის, არა. რას გულისხმობთ? არა, ვირს გულისხმობ. კლავდნენ? არა, კლავდნენ კი იყიდებოდა თბილისის მაღაზიაში. ანუ ეს იყო რა დარღვევა, რა თქმა უნდა. არა, ვირს და ცხენს შეიძლება თავისი მოყვარული ყავდეს. უნდა დააწერო რომ ვირია. უნდა დააწერო ვირია. კარგი. შესაბამისად არ იყო ადმინისტრირება, კარგი. ვერ ადმინისტრირებდა სახელმწიფო. რადგან ვირის ხორცს მე ვარ სერვისის წარმომადგენელი. კარგი, მაგას თავი დავანებოთ. რა ხარ მე ვარ ვულკანიზაცია. ვირი, რა ხარ თქვენ? არა, ვულკანიზაცია კი ბატონო. რა ხარ თქვენ ვირი ახსენეთ მაგითო. მაგრამ შეძლო, ესე იგი, გლეხს სადმე დაეკლა სასაკლაოზე, ადგილობრივ სასაკლაოზე, სადმე და ის ხორცი მერე გაეყიდა თბილისში. ეხლა კანონით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოსცემული კანონით არის ექსკლუზიური უფლება თქვენი და იმისი რა. თქვენ ძალიან გაამარტივეთ სიტუაცია. აბა როგორ გავართულოთ ხარ? არა, გავართულოთ რეალობა. არა, გამარტივების დაკლა, კი ბატონო, მაგრამ ის ვერ გაყიდიდა ის საბოლოო მაღაზიაში მიიტანდა, ბაზარში მაღაზიამდე ვერ მიიტანდა. ბაზარში ხომ მიიტანდა? იყო გარკვეული, არა, ვერ მიიტანდა, ამიტომ გიხსნით, იყო გარკვეული ჯგუფი, რომლის გარეშეც ერთი კილო ხორცი. არა, გადამყიდველებამდე ჯერ არ მივსულოთ. აბა ვისი? იყო მაფია, რომელიც შემდგომ აძლევდა დასტურს გადამყიდველთა მთელ არმიას, რომ თქვენ შეგიძლიათ. მე ამ მაფიას უნდა ებრძოლოს შესაბამისმა ორგანოებმა, თუ მაფიაა. კი ბატონო, ებრძვის მე. მე რანაირად ებრძვის, ესე ხო არ არის სწორი. თუ მაფიაა, მაშინ არსებობს რაღაც კანონი, რომელიც სისხლის სამართლის კანონს არ ღვევდა ის მაფია. თქვენ რო ბრძანეთ მაფია იყო, რომელიც სისხლის სამართლის კანონს არ ღვევდა. ხო ბრძანეთ მაფია, ანუ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიეთ. მიპასუხეთ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსს აზღვევდა ის მაფია, რომელიც იყო და რომელიც ახლა აღარ არის. მე ვიცი ერთი რამ. აქედან გარკვეული საფასურის შესაბამისი. ხო და კარგით გავაკეთეთ, ნახოთ აბა. ჩვენ ვავსებთ. ჩვენიერია. მოდი ნახოთ აბა. აი ეს არის ჩემი ისა. აი დაქვიაო რა. არ არის გაქირავება რამე? კი, ჩვენ სადისტრიბუციო მანქანით მოგემსახურებით. დაკლულ ხორცს წაგიყვანთ, მაგრამ. კი ბატონო. მოყვანაზე ჩვენ ხო ავიცოდით თქვენ მოხვიდოთ. ხო, აბა რა თქმა უნდა. ვულკანიზატორში კი არ დაძდევს გახეთ პაკეში. მართალი ხარ. უბრალოდ ვულკანიზატორში კი ასეთი მოღვაწეობის შედეგად ვულკანიზაციის ფასმა გაიზარდა. აიცი. რამდენად გაიზარდა? ჩივიან ძალიან ხალხი. რაზე ჩივის გამაგებინეთ? გაძვირებულ ხორცზე. ხორცი, კიდევ ერთხელ ვამბობ, სერვისის საფასურმა როგორ შეიძლება ხორცი გაზარდოს? აბა რამ გაზარდა ხორცი? სპეკულატიურმა ფასებმა. კიდევ? ჩვენ არ ვართ სპეკულანტები. ვერ დავამახსე, ვერ დავამახსე. ვიცი, როგორ გითხრათ? ჩვენთან მაგალითად ხორცის ფასი რატო გაიზარდა თბილისში? ერთი წუთი. ჩვენთან არენდატორი, რომელიც იღებდა ქირით და იღებს დახმაცივას, ყიდი და ხორცს 12 ლარა და 90 თეთრად. მე ხა ქალაქში ვერ დავდივარ ხშირად და მე არ ვიცი აღის ქალაქის მაღაზიაში. თვითონ არენდატორების პრობლემაა ესა, ხო? თქვენ არ გაგიზდიათ, ხო? ჩვენთან არენდატორი ყიდი და 12 ლარა და 90 თეთრად. ანუ კიდევ ერთხელ რომ მითხრათ, ხორცის ფასმა რატო გაიზარდა თქვენი აზრით? რატო მოიმატა? მე მგონი სპეკულატიური დანამატი აქვს ყველა მაღაზიას ახლა. არ შეიძლება მაღაზია, არ ვიცი, გამყიდველს. ანუ იმან რომ ცენტრალიზებულად კლავენ, უკვე არ გაზარდა ხორცის ფასი. აბსოლუტურად არ გაზარდა. რა უყოთ, ავწონოთ? ავწონოთ, კი ბატონო, დავიწყოთ ეს პროცესი. შევიდეთ, რა. შევიდეთ, ახლა მოგამაღაგებთ ადამიანს, მოვამაგრებთ. აქ იმაშებით? რა ქვია, ასფალტს აგებთ, ხო? დავაგებთ, კი. ასე თუ წავიდა საქმეები, ბეტონსაც დააგებთ, მიცი. ასე რატო? კარგად, მიხარია რომ კარგად მიდის საქმე. ლევანი, მიხედე, აგერ საქონელი მოიყვანეს. თქვენ აქ მუშაობთ? არა, არ მუშაობ. რა მაინტერესებს ერთ შეიძლება გვერდზე გავიდეთ?
ეხა ეს რო გააკეთეს ესეთი რაღაცა. კარგია? ალა ჩვენთვის მაინდა-მაინც ვერა, ხო? კარგები ვარ. ო. მოყვანის კარგი და დაგვის კარგი. აი ძალიან მაგარიაო რა ესენი და. ა? ამათვის კარგია და ლეხისთვის და მომხმარებლისთვის. ლეხისთვის ახლა როგორ ესე იგი. ამ ცნობის და ნატახტარის ცნობის გარდა ვერ ჩააბარებ თბილისში ვერაფერს. აი ხორცი რომ მიიტანო ვერ ჩააბარებ. ვერ ჩააბარებ. ეხლა უნდა აწონო? ხოდა მაინტერესებს კი? როკი არ არის ის? ვაუ, ძნობს, ხო? 92 კილოგრამი. წერება ესეც. ჩამო. არ გაიქცეს ოღონდ. ესე იგი 92 კილო თუ არის ეს? კი. რამდენი გამოვა აქედან საშუალო პრაქტიკა რას? 40 კილო. რამდენს გადამახტევინე? 40 ლას. 40 ლას. კიდევ დამატებით ყავს სტატიკით. ყას დავტოვებ. დანარჩენს, რასაც სუბპროდუქტი ქვია. ხო, მესმის, ხო. ყველაფერი თქვენ მიგებთ. ანუ 40 ლარი პლუს ტყავი, გასაგებია. და მიმაქ ხო ყველაფერი? მიგებთ, კი. ამ 40 ლარში ყველაფერი შეჭრა. შედის სახელმწიფო გადასახადი ჩვენი მხრიდან ყველაფერი. ყველაფერი. გასაგებია. და მაძლევთ დოკუმენტს რომ ეს ფორმა ნომეროს წერთ საბოლოო ასე ვთქვათ. კარგი, ეხლა მე ეს დამიჯდა 350 ლარი, ესე ვიყიდე. კი. პლუს 40, ნუ ბენზინის ხარჯი რაღაცა 50 ლარი, 400 ლარი გამოვიდოდა, ხო? 20 კილო გამოვა, თუ რამდენი? 40 კილო. 20 კილო. თუმანი გამოვა ხორცი, ხო? ხორცი პლუს თქვენ გრჩებათ. გარკვეული უჭმაჭი რაღაცები. კი ბატონო, რაც ასევე ფულია. ხო, ნუ რამდენი? გრჩებათ. 10 ლარი ნუ მაქსიმუმ, ხო? ზოგს ტვინი უყვარს. არა, ეს ახლა პატარაა და არაფერი არ დარჩება. რაღაცა, არა, დარჩება მაინც და პატარა. ესე იგი უკვე თქვენ ამოიღებთ. უკვე აქედან 10 ლარით გავდივარ, ხო? აქედან. კარგით, გასაგებია. 10 ლარით რო გავდივარ, მაღაზიამაც ხო რაღაცა უნდა დავამატოს, არა? ეს მაღაზიის პრობლემაა, მაგრამ 40 კილო გამოვა რო აქედან 90-დან 91. კარგით, გასაგებია. დიდი მადლობა. აი, იქიდან იწყება მთელი პროცესი. საიდან აბა? გადავიდე ხო ჩვენი? აი, სადიკულება აბა? საკონელს თიშავენ სპეციალური პისტოლეტით. აი, იქიდან რომ შემოვყავდა, აქ ითიშებოდა, ხო? ითიშებოდა და შემდგომ მიდის დამუშავების პროცესი. კიდე კაი ხარ შევიყვანეთ რა. გადავარჩინე. აი, ეს არის სულ მთელი ამბავი. ეს არის. სულ ეს არის? ეს არის მთელი ავანჩავანი? იქაც იხება ნატახტაში? ორჯერ მეტი სამჯერაც უბრალოდია. ფირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სასაკლაოს გარეთ. როგორი ხმო გყავს? ეს არის ერთადერთი ხმო, რომელიც თავისით შევიდა და ცოცხალი გამოვიდა უკან. ჩვენ მოვედით თელს ბაზარში, რომელიც იგივე კომპანიას ეკუთვნის, რომელსაც ისა რა ქვია, სასაკლაო, ხო? ეს არის ძროხის ხორცი. კი. რამდენად ყიდით? 12 ლარად, ხო, სადღაც? თქვენ ყიდულობთ? იაფია თუ ძვირია? ნუ სხვა იმასთან შედარებით თქვენ თბილისიდან მზადდებით? ამ ყიდულობთ, ხო, სპეციალურად? თბილისში რა არის? რამდენად მარკეტებში 15-ზე ნაკლებად არ არის 15-აც, მაგრამ მაინც მიჩვენი აქ ვიყიდო, ვიცი რომ ხარისხი? ხარისხიც ნორმალური. თქვენი აზრით რატო გაიზარდა ფასი? არ მოგწონთ ფასის გაზრდა და თქვენ რა ინფორმაცია? და ჩვენ როგორც ვიცით ეს საკლავის ბრალია. საკლავის ბრალია, ხო? სასაკლაოს ეს. სასაკლაოს. ადრე რამდენად ყიდულობთ ან? 12 ლარში თავისუფლად ყიდულობდით, მაგრამ ეხა იძულებული ხართ აქ მოხვიდეთ. იძულებული ხართ და აქ ფული ხო გეხარჯებათ აქ გზაში? არა, ჩვენ აქ სოფელი. არა, მესმის ჩვეულებრივ ადამიანზე, აი, რომელსაც აქ სოფელი არა. კი, მაგრამ მე ვიცოდი, მიჩვენია ხორცში დარწმუნებული ვიყო, რომ ნორმალურ ხორცს ვიყიდი, მიჩვენია, მეტი გადავიხადე. იმდენი მაინც არ დამჯდება ყოველ შემთხვევაში როგორც იდეაში თქვენ ქალბატონო, როგორც მოქალაქე, თბილისის მაცხოვრებელი, გაძვირებით და ამ ყველაფრით, არა, გაძვირებით როგორ უნდა იყოთ მაყოფილი, მაგრამ რაც მოხდა, პირველი მისის მე მაყოფილი ხარ? არა. არა, ხო? ის ჯობდა რაც იყო.
ჯობდა რა თქმა უნდა. კარგით, მადლობთ. დიდი მადლობა. 50 წესი მიჯდება მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსით აქ გამოსულა და ხომ არ უნდა ამოვიდნენ, არ ჭერნიათ სახში იყიდონ, ვაკეში ან სადმე. ეხა ხორცის საყიდლად დიასახლისი აქ ვინ წამოვა? ხალხი მაინც დადიოდა ნავთლუღის ბაზარში და შანსი არ არის დიასახლისი აქ ხორცის საყიდლად არ წამოვა. დედაჩემი აქ ხორცის საყიდლად არ წამოვა ნამდვილად რა. ხო ხდები? არ თქვენი დედა არ წამოვა და არავისი რა. წამოვლენ. ხო არა, უბრალოდ დაძიება. გვაქვს მონოპოლია. ვაძულებ ხალხს მოვიდნენ თელეთის ბაზარში. არა, რა თქმა უნდა. არა. კარგით, ესე იგი, ჯერჯერობით ბევრი ხალხი არ არის, ხო? იმიტომ რომ ახალია. კარგით, დიდი მადლობა. არაფერს. ვისთან გავარკვიო? რა? მე ვარ თელეთის მაცხოვრებელი. ხო. აქეთ ვილაპარაკეთ. ხო, ხო. აი მომთვალი. მე? ეს ადგილები იყო ჩვენი საძოვრები. ეს. თელეთს. ხო. იტოქ სოფელს გავიყიდეს რა. ეს ადგილი, აი, სადაც საზაკლაოა და სადაც ისე. ამიტომ ხალხს მინდა რაღაც. მე? ხო. არა. სოფელს ეს, აი სადაც გავართ. სადაც გავართ, ხო? სანაცვლოდ მოხდეს სხვა. ხო. 300-300 რალი გამოგდეს უკვე წელიწადია. არაფერი არ აჩას ფაქტიურად. არ მოგწონს ეს ადგილები სადაც არ მოუწიო. აბა მოგწესო? 300 ლარი ბანკში შეგოტანის და მოუწიო და რა. 300 ლარი აქეთ შეგატანინე? ხო, შეგოტანის და მე მეგონა 300 ლარი მოგწეს. არა ვინ მოუწიო. ჩვენ მოვედით აგრარულ ბაზარში, ნავთლუღის. ძროხის ხორცი რა არის? 14, ხო? ძროხა რა არის? 14? ყველგან 14 ღირს? რო შეგევაჭრებით 13 და 50-ად მომცემ, ხო? როგორ არა, აი რა. ბაზარში ვაჭრობა არ მოსულა? არ არის საშუალება. ხო, აი. ხბო გააქვს, ხბო. რა ღირს? 16 ლარი. რამდენი? 16. 16 ლარი. ხბო ვიყიდე. იქა ბაზრობაზე. 90 კილო იყო. რამდენი გამოვიდოდა ხორცი იქიდან? 40 ხო მინიმუმ. სუფთა ხორცი? ხო. ხბო ნახევარი ძვალია. ხო 40 რა, მაგას ვთქვი. 40. 350-ად ვიყიდე. 50 თელეთმა დამიფასა საკლავი. თუმანი გამოვიდა კილო, იქ ბენზინის ფული, ესა ისა. 16 რატო ღირს თქვენთან, ანუ? იმიტომ რომ ჩვენთან 14-ად მოვაქვს. როგორ? 14-ად მოვაქვს. ხო და ვის მოვა? ამას ვაჭრი არტალას. ვერ გავიგე. არტალას ვაჭრით. ეს ხო. არის ზარალი. ეგ ორი არტალა უკვე 30 ლარი ზარალი. მოკლედ 14-ად მოვაქვს ხოს ხორცი? ხო. შენ იბარებ 14-ად, ხო? ანუ მე რომ მოგიტანო 40 კილო ხორცი 14 ლარად ჩაიბარე. 4 ლარი მაქვს, ესე იგი მოგება რა კილოში. 4 ლარი რატომ აქვს მოგება? ამას ძულები გადაყარე რამდენი გამოვა? სულთა ხორცს მოგცემო 90 კილო იყო ხბო. მე ზულიანა ვღებულო, მან არ ვიძღებულო. ვერ ხდები შენ რას გეუბნები? 90 კილო ხო იყო ხბო? ხო. რო დაგიკლავთო. იქიდან გამოვა 40 კილო სულთა ხორციო. ეგრეა რა. ხორცია ზულიანი ხორცია. ზულიანი გამოვა. ზულიანი? ზულიანი გამოვა, ხო? ზულიანი გამოვა 40 კილო. ხო, კაი, ხო, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ თუ მე თუმანი მიждდება იქა? დიახ. აქ ჩავაბარებ 14-ად, ხო? 14-ად რო ხბო არ იქნება ეს, ასკი ხბოა, ხბო, გაჩვენებ თუ გინდა ხბო არა. 90 კილო ხბო არის კაცო. ხბო არის 20 კილო, 25. მაგას ხბო არ ქვია. ის ხბო არ არის. აი. რამდენია ეგა? აი, მაგის ხორცი რა არის? რა. აი ზუსტად ხბოზე მოხდა რა. აი, დეკეუზე რო ვილაპარაკო, ესე იგი მე ვიბასტელი მაყურებლებო, დეკეული ვიყიდია, ხბო კი არა, ხო? ანუ მე რომ მოვიტანო სულთა ხორცი. დეკეულის. რამდენად ჩაიბარებ ხო მაგას? დეკეული ჩავიბარე 12 ლარი, 12 ნახევრად. ის რაც მე მაქვს 90 კილო ხბო არ არის? არ არის, ის არის სახორელი. ხბო არის 20 კილო, 15 კილო, 25 კილო. 25 კილო ცოცხალი წონა? არა, არა, სულთა. ეს ხბო არა, დეკეულია. დეკეულია? ანუ ამის ხორცი რამდენი ეღირება? ამის ახლა რამდენად ჩაიბარე? 12 ლარი. 12 ნახევარი. 12 ნახევარი. ესე იგი თუ მე რა მოგება მაშინ არაფერი ხო? არაფერი, არა. მე ვიყიდე 350-ად მოკლედ რა. 50 ლარიო ისაო, დაკლაო, წყავი ჩვენიაო. ანუ 350 + 50 400. აქედან კი, სოდუ. მაგრამ რაც გადარჩა ის სიკვდილი და ურო მაგარი არ არის? გადარჩა, არ დაკლავე, ნუ ნერვიულო. აკავარ. ხო, ესე იგი დიდი რა, დეკეული. იგი, ანუ 12 ლარად ჩაიბარე, ხო?
არ მაწყობს არანაირად. ყველაზე იაფი შენთან არის ხორცი, ხო? ქალაქში. ყველგან ასია ჩვენთან. ყველგან აი დახცეროს თანაბრად პირიც. არა, სხვაგან უფრო ძვირია თქო, მაგას გეუბნები. ვაკეშიან სადმე, ვერაზიან სადმე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ მოვედით. გახსოვთ ეს ოჯახი ალბათ, რომელსაც ჩვენ დავეხმარეთ. რა შვებით, როგორ ახართ? ჰა? ცოცხლობთ. დაგეხმარნენ ვიღაცეები? არა. იმის მერე. არა. ვერსად ვერ ჩავაბარეთ, მომგებიანი არ არის ახლა მაგისთვისა და დასაკლავადად ცოდვა და მოგიყვანეთ თქვენ და გაჩუქეთ რა. კარგი. ოღონ არ დაკლათ, დეკეულია. მართლა არ დაკლათ, კარგი? არ დავკლავ. გაზარდე, იცით შენ წველა როგორ უნდა? გაზდით? კი. ბავშვებს ძეექნებათ რაღაცა. იცი ხო მოვლა, როგორ კი, უნდა? ვიცი, სოფელში გასწივილა. ხო. ჩვენ ტოვებთ აიდას, აი აქ, საიმედო ხელში და ვამთავრებთ ჩვენს დღევანდელ გაცემას. დიდი ბოდიში აიდა რომ გატარეთ ასე ცუდად და რაღაც ვანდალიზმის აქტებიც კი ჩავიდენეთ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ გვეპატიება, იმიტომ რომ კარგ ხალხში დაგტოვეთ. დავით.